რადიაციული ონკოლოგიის თემაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი გაიმართა. სხივური თერაპიის უახლეს მეთოდოლოგია და ასპექტები ბათუმის მედიკოსებსა და სტუდენტებს უცხოელმა და ქართველმა სპეციალისტებმა გააცნეს. რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტი საქართველოში აგვისტოდან ფუნქციონირებს და აკიბოს სხვადასხვა სტადიებს სხივური მეთოდით მკურნალობენ. ამ მეთოდით მკურნალობა ამერიკასა და ევროპაშია აპრობირებული. ამიერკავკასიაში მსგავსი ცენტრი მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებს. დეპარტამენტს ვენის უნივერსიტეტის პროფესორი ხელმძღვანელობს. სემინარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო კლინიკისა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის ინიციატივით მოეწყო. სამომავლოდ შესაძლებელია ბათუმელმა სტუდენტებმა რეზიდენტურა სწორედ რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტში გაიარონ. სხივური თერაპიით მკურნალობის თანამედროვე მეთოდი ძალიან ეფექტურია საქართველოში. ამ მეთოდის მკურნალობის საჭიროების გამო რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ დეპარტამენტის ჩამოყალიბება. ჩვენ უკვე წელს ამის შესაძლებლობა გვაქვს. შევქმნით თანამედროვე რადიაციული დეპარტამენტი, რომელსაც აქვს ყველა შესაძლებლობა და აღჭურვილობა, რომ პაციენტებს მომემსახუროთ. ამავე დროს აუცილებლად ჩავთვალეთ მხოლოდ ამ კუთხით მომზადებული პერსონალი და ამიტომაც ყველა ის კადრი, რომელიც ჩვენთან მუშაობს, საზღვარგარეთ მომზადდა და ამავე დროს მუშაობაში ჩართული არიან ექსპერტები მაკედონიიდან, ირლანდიიდან, იტალიიდან და ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. ჩვენთან ერთად მუშაობენ ექსპერტები და ჩვენ სრულად შეგვიძლია დავფაროთ ყველა ონკოლოგიური დაავადება, როგორც ბავშვები, ისე მოზარდებისათვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რადიაციული ონკოლოგია განსაზღვრავს საწყისი სტადიების ონკოლოგიური დაავადებების სრულ განკურნებას, დანარჩენ შემთხვევაში ლოკალურ კონტროლს და უკვე შორსწასულ შემთხვევებში შეიძლება უკვე სიმპტომატიკის შემცირება. იმედი გვაქვს, რომ მოეწერება ხელი თანამშრომლობისა შოთა რუსთაველის უნივერსიტეტსა და რადიაციული ონკოლოგიის ცენტრს შორის ხელშეკრულებას და ჩვენი სტუდენტები სტაჟირებას კი არა მარტო შესაძლებელია ნაწილს აი ამ რეზიდენტურისა გაივლიან აი ამ რადიაციული ონკოლოგიის ცენტრში.